მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის დროა. მე ახლა უბრალოდ ხმას გადავამოწმებ, რაღაც მიკროფონი და ეს გავიკეთე, ნახო როგორ მუშაობს. მე მგონი ახლა კარგი უნდა იყოს. ნახოთ ერთი კადრი როგორ გამოჩნდება. კარგი. დავიწყოთ. მოგესალმებით. ფიქრობ, რომ ძალიან რთული დღეა, ჩვენთვის ძალიან საშიში დრო არის ყველასთვის, არცერთი ქვეყანა არ არის დღეს უხიფათო მდგომარეობაში და მე მინდა სანამ კონკრეტულ რამეებზე დავიწყო, მოდით ის, რაზეც მე არაერთ გადაცემაში გამიკეთებია აქცენტი, რა პოზიცია უნდა კონდეს ქართულ სახელმწიფოს იმ ურთულეს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ვართ, როცა კრიზისული სიტუაციებიდან თავის არიდება უბრალოდ შეუძლებელია. ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო მიუმხრობლობის პოზიცია და ეს შემთხვევით სულაც არ იყო. მე პოლიტიკაში არ უშვებ სიმპათია ანტიპათიებს, მე არ უშვებ ისტორიულ პარალელებს, იმიტომ რომ სახელმწიფო აქცენტირებულია მომავალზე და საჭიროა რომ ამ მომავლის თვალსაჩინოდან იყოს ყველაფერი დღეს დანახული, იმიტომ რომ მომავალი არ არსებობს დღევანდელობის გარეშე. დღეს რასაც ჩაუყრი საფუძვლად, ის იქნება მომავალში. და აი პოზიცია, რომელსაც მე ფაქტობრივად პედალირებას ვუკეთებ ყოველთვის, მიუმხრობლობის პოლიტიკა, დღეს მინდა დავსვა ასეთი საკითხი. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წითელი ხაზი სად გადის, როდესაც ჩვენ სიახლოვეს ფაქტობრივად დიდი კონფლიქტი ჩაღდება. დიდი, იმიტომ რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა შეერთებული შტატები და შეერთებული ეს ისრაელის საკმაოდ ძლიერ სამხედრო მანქანასთან არის კოლოსალური ძალა, რომელიც უპირისპირდება ჩვენთან 1200 კილომეტრი მეგეუბნები თეირანამდე მანძილს, თორე ირანის საზღვრამდე გაცილებით ნაკლები არის. რა უნდა იყოს?
ილუზიები საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ კარგად იცით, დასავლეთს სჭირდებოდა რუსეთთან დაპირისპირებისთვის ქართული ტერიტორია, საქართველოს სახელმწიფო, აქ მარიონეტული რეჟიმები, იმიტომ რომ აქედან უსაშველოდ დიდი საფრთხის შექმნა შეიძლება. მაგრამ მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ დღეს აქ რაიმე სახის ბაზა გვაქვს და საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებისათვის. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანისა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ 72 საათით ადრე ოპერაციის დაწყებამდე ჩვენ ჩამოურეკეთ ყველა მეზობელ სახელმწიფოს და უთხარით, რომ მათზე თავდასხმა განხორციელდება ირანის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. თქვენ იცით, რომ 15 ქვეყანაში დაიბომბა იქ სადაც იყო ამერიკული ბაზები და ყველა ის დაწესებულება, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახორციელებდა მოქმედებას. ხას უსვამ, როდესაც მე ვსაუბრობ ირანზე, შეერთებულ შტატებზე, რუსეთზე და ასე შემდეგ, ან ევროპაზე, მე არსად არ ვსაუბრობ არასდროს ხას უსვამ, რა არის კარგი, რა არის ცუდი. მე ვცდილობ გავერკვე სიტუაციაში და მოგახსენოთ თქვენ თუ რა მდგომარეობა. ამის გარკვევა არის ძალიან რთული საქმე. მე არც პროგნოზისტი გახლავართ, თუმცა იმ გამოთაყვანებულ ნაწილს ქართული საზოგადოებისა, რომელიც შინ მიდის, რატომღაც მე პროგნოზისტი ვგონი ვარ და სისულელეებს ბოდავენ, მაგრამ ეს თემა არ არის, მაგაზე დროის დაკარგვა არ ღირს. დაიბომბა უმდიდრესი სახელმწიფო წარმონაქმნები, მართალია ხელოვნური წარმონაქმნები, მაგრამ აღიარებული წარმონაქმნები, აიღეთ თუ გინებათ არაბთა გაერთიანებული ემირატები, აიღეთ კატარი, ბაჰრეინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაიბომბა თურქეთში ინჯლიკის ბაზა, დაიბომბა საუდის არაბეთში ამერიკის საელჩო და უზარმაზარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. გაჩერდა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის უზარმაზარი საწარმო, რომელიც დომინირებულად ევროპას აწვდიდა. გადაიკეტა 3 მთავარი სრუტე, გარდა ორმუზისა, წითელი ზღვა არის ისე გადაკეტილი, რომ სუეცის არხზე ფაქტობრივად ბევრი არაფერი მოძრაობს, თუ თვითონ არ გაატარეს, როგორც ამბობენ ირანელები, მათი მხარდამჭერი ჰუსიტები, მტრების ხომალდებს ისინი არ ატარებენ. ევროპაში რა პროცესები დაიწყო, გასაგებია, იქ ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები იქნება, თუ ცოტა უფრო ხანგრძლივად გავრცელდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არანორმალური სისწრაფით გაიზარდა ბუნებრივი აირისა, ამას დაემატა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც დაავალა მთავრობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავონ ღონისძიებები, რომ ყველანაირი ვაჭრობა ევროპასთან შეწყვეტილი იქნას, მათ შორის ენერგო რესურსებისა. ანუ რუსები იმაზე უფრო სწრაფად აპირებენ შეწყვიტონ ევროკავშირთან ვაჭრობა, ვიდრე ევროპას ჰქონდა განსაზღვრული, რომ აი რუსულ გაზზე უარს იტყო და საიდან იტყვის, საიდან მოიტანს ამ ბუნებრივ აირს, საინტერესოა, თუ კატარი გაჩერებული იქნა ემირატების მთავარი საწარმო გაჩერებული იქნა და ასე შემდეგ. ესე იგი, ნახეთ, დღევანდელი გადასახედიდან საკმარისია საქართველო რაღაცნაირად იყოს ჩართული ვინმეს სასარგებლოდ, ვინმეს წინააღმდეგ და ჩვენ უკვე დარტყმის ქვეშ ვიქნებით. აუცილებლად ეხლა ამას მე ვამბობ არა იმიტომ რომ მე ვთქვათ შიში მინდა და შიში რა შუაშია, ჩვენ სიტუაციას ავხსენთ. 15 სახელმწიფო დაბომბა ერთმა სახელმწიფომ. გასაგებია, რასაც ბომბავს. ემირატებში თუ სხვა რაღაცებით დამბობა, იგივე ალბურჯი და ასე შემდეგ, სრულიად გარკვეული მიზნები. ის ხელშეკრულება, რომელიც ისრაელთან აქვს, საუდის არაბეთს და ბოდიში, არაბთა ემირატებს და ის, რომ არაბთა ემირატები გახადეს
ისრაელის დაზვერვის პლატფორმამ იმ ბანკების მეშვეობით ყველა იმ კონტრაბანდით რაც არსებობს თავიდან ბოლომდე ირანის საწინააღმდეგო რაღაცები ხორციელდებოდა ოპერაციები ხას უსვა მე მხოლოდ ფაქტებს აღვნიშნებ კარგი იყო ეს კარგად იქცეოდა ისრაელის დაზვერვა ცუდად იქცეოდა ირანები ცუდია შიიტები ცუდია ეს უაზრო საუბარი ჩვენ ვის მხარეს უნდა ვიყოთ ხო ტვინგამორცხილ ხალხს კითხეთ აბა ერთი ვის მხარეს არიან ვერავის მხარეზე ვერ ვისაუბრებ დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სად გადის ქართველთა უსაფრთხოების წითელი ხაზი. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ძლიერდება ის პოზიცია, რომელზეც მე მოგახსენეთ, რომ საღი პრაგმატული, გახსნილი, პროფესიულად გამართული და ავტორიტეტული პოლიტიკა, რომელიც მიუმხრობლობის გზით მიიკვლევს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, არის ალტერნატივა. აბა ერთი გაბედეთ და გადადგით ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. რა მოხდება საქართველოში? აბა ერთი გადადგმული გქონდეთ, ეხლა გაქვთ გადადგმული და იციან, მაგრამ უმნიშვნელოა. გქონდეთ სერიოზული, ან და თქვათ ამერიკული თვითმფრინავები იყოს რომელიმე აეროპორტში საქართველოში, ან და აქ რაღაც მოძრაობა იყოს. რა მოხდება? თქვენ დღეს ნახეთ, რომ დაიბომბა აზერბაიჯანის ტერიტორია. მართალია ირანელებმა უარი თქვეს და ეს კიდევ უფრო სხვა რამის მიმანიშნებელია. ესე იგი, იმისათვის რომ მდგომარეობა დაიმუხტოს და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩაფლული, გამორიცხული არ არის პროვოკაცია. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, გაიშიფრება ყველაფერი, რაკეტები საიდან აფრინდა, თუ დრონები სად ჩამოფრინდა, ნახიჩევანი იყო თუ სხვა ადგილი. მაგრამ კიდე გეუბნებით, პროცესი არის, უნდოდა თუ არა აზერბაიჯანს, თუმცა აზერბაიჯანელებს ირანელებმა ადრე მიანიშნეს მათი ისრაელთან მჭიდრო კავშირის გამო. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ აზერბაიჯანული საწვავი არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ისრაელს მიეწოდება. ბუნებრივია, ეს არის ნაბიჯი თურქეთის, ბოდიშით, ირანის წინააღმდეგ და ირანი ამას, როცა ამხელა ომზეა წასული, უპასუხოდ არ დატოვებს. ხას უსვა. ის რაც ხდება არ არის შემთხვევითი ამბავი. გამორიცხულია. მე უამრავ ინფორმაციას ვაკვირდები, ვცდილობ გავაანალიზო ამ გარდაუვალის მოსახდენად ილუზია არავის არ ქონდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, როგორც ჩანს, ირანი დიდხანს ემზადებოდა. მას გააჩნია სერიოზული ტექნოლოგიური მიღწევები, მაგრამ აშკარა ფაქტი უნდა ითქვას. ირანი გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ტექნოლოგიურადაც სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ არის მეორე რამე. ქვეყნის ტერიტორია დიდია, შიიტური სარწმუნოება და ის განსაკუთრებული დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი უდიდესი რაოდენობის ხალხისა, თანაც ის შემაკავშირებელი ფაქტორი, რომლებიც ამერიკელებმა თავისი ჩვეულებრივი ზერელობით და ნაკლებად ცოდნით რელიგიის სიღრმეებისა და კულტურული სიღრმეებისა მოუკლეს სასულიერო უპირველესი პირი, ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე შიიტურ ისლამში პიროვნება, როგორიც იყო ალი ჰამეინი. კიდე გეუბნებით, კარგი ცუდი თემები არ არის პოლიტიკაში ეს არ არის თემები, ამას მე ვერასდროს ვერ გაკადრებთ, რომ ეს კარგია, ის კარგი, მე ეს მომწონს, მე ის მომწონს, ასეთ რამე არ იქნება. ამან უფრო შეაკავშირა და ეხლა შევხედოთ იმას, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენები. ორი სცენარია.
დღეს ფაქტობრივად ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს წესით ამერიკელების გათვლით, კიდევ 2 დღე ალბათ მაქსიმუმ, მაგრამ 2 დღის მერე რა მოხდება თქვენ შეგიძლიათ ახლავე იცოდეთ, რომ კაი არაფერი იქნება, კიდევ უფრო უარესად დაიძაბება სიტუაცია და თავარი მიზანი რაც იყო, ხელისუფლების დამხობა და მათთვის სასურველი ხალხის მოყვანა ვერ განხორციელდა. ვერ განხორციელდა ბირთვული პროგრამის დახურვა და ჯერჯერობით ვერ ხორციელდება ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურის განადგურების ამოცანა. აი ეს თავარი ამოცანები, რომელიც დასმული იყო ამერიკის მიერ. გუშინ გააკეთა განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა პრესასთან ურთიერთობა და მან პირდაპირ განმარტა, რომ მოუწოდა ირანელ ხალხს, რომ აი აჯანყდით, ხელში აიღეთ თქვენი მომავალი რამდენიმე თაობის წინ და მართეთ თქვენი ქვეყანა. გამოვა აქედან რაიმე, არ გამოვა რაიმე, ეს ჩვენი გასარჩევი ახლა არ არის, ჩვენ პროცესს უნდა დავაკვირდოთ და ყოველთვის ჩვენი ქვეყანა გქონდეს მხედველობაში. ჯერჯერობით ომია, იგრევა, რაღაც მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს წინააღმდეგობის ხასიათი. მოხდება თუ არა დაძაბულობის ესკალაცია და გადმოინაცვლებს თუ არა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ეს დაძაბულობა ჩვენსკენ, ანუ სამხრეთ კავკასიასკენ. პირველი ნიშანი გაჩნდა, თუმცა გაურკვევლობა, მაგრამ აზერბაიჯანი კი გვერდით ყოფი ქვეყანა არის და ამდენად დასაფიქრებელია ერთი რამ. ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიში ერთდროულად არის ის, რომ აი დღეს მე სანამ გადაცემას დავიწყებდით, შემოვედი სახლში, ტელევიზორი ჩართული იყო, საინფორმაციო გადაცემა იყო და ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს ნაციონალურ მოძრაობაზე, რა საშინელებები არიან ისინი, ვიღაც წილოსანი გამოდის, კიდევ ვიღაც გამოდის, არიქა ეს ამან განაცხადა, ეს იმან განაცხადა, იქ თინახი და შელს რაღაც უთქვავს. თქვენ ხელისუფლებას მოგმართავთ. კი, მაგრამ თინახი და შელი ახლა კი არა თავდაცვის მინისტრი რო იყო და კიდევ მანამდე გქონდათ ეს ინფორმაცია თქვენ, რომ იქ არსებობს ის ინსტიტუტები. მართლა არ იცოდით თუ იშტერებთ თავს. თქვენ არა ხართ იმ უნივერსიტეტებში, ვინც სწავლობს საელჩოში, ბოდიში საზღვარზე უშვებთ და სხვას, ხომ არ უშვებთ? ტოტალური ტყუილი. ქართული ხელისუფლება ეს არის ტოტალური ტყუილი. და ერთადერთი საარსებო წყარო მათი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და იმ პარლამენტის წინ იმ კონცერტების მომწყობ ლიდერებს ჩემი საუბრები ძალიან აღიზიანებს. ამიტომ როგორც მე მათ უწოდებ, როგორც სულის ჩამდგმელს ამ ხელისუფლების, ანუ ქართული ოცნებისა, ეხლა მე დამიწყეს იმის დაბრალება, რომ მე ვარ როგორ ესე იგი ოცნების პროპაგანდისტი, ხო? ამდენი წელია ჩემს გადაცემებს უყურებ, თუ გნებავთ სად ყოფილა, რომ მე ამ საშინელ მთავრობას სადმე კარგად მოვიხსენიებდი, ნეტარი რაიმე კაის გააკეთებდეს, თორემ მოვიხსენიებ, მაგრამ ეს რატო ვახსენეთ, იცით? დღეს არის 5 მარტი, არანორმალური მდგომარეობა ქვეყნის ირგვლივ და ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ეს ნაცმოძრაობა, ეს ამნაირები, ეს იმნაირები და ეს მარაზმია უკვე. ეს უკვე არის კოგნიტიური დისონანსი დავარქვათ, თუ გნებსათ,
მთავრობაში, ხელისუფლებაში ერთ ნორმალურ ადამიანს ვერ ნახავ, ვისაც შეუძლია პრობლემაზე ისაუბროთ. პრობლემა არის, ხალხო, არავინ არ იცის რა მოხდება ირანთან დაკავშირებით. რა დონეზე გართულდება ყველაფერი, არა და ეს ყველაფერი არის საქართველოს ყურის ძირი. ერთი არასწორი ნაბიჯი, რომელიმე მიმართულებით საქართველოს დაუჯდება ძვირად. აი, მე დღეს მაგალითად როგორც ნორმალური ერთი ადამიანი, მე ჩემი საქმე მაქვს, არ მინდა საჯარო პირი რომ ვიყო, ოღონდ დავინახო ის რომ ოდნავ მაინც ნორმალური ხელისუფლებაა სათავეში, რომ მე ჩემი საქმეს არ მოვწყდე და არ ვისაუბრო ამ თემებს. ერთი კაცი მანახეთ ვინ შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. საქართველოზე საუბრობს. არსებობს რაიმე მარაგები, თუ ლოგისტიკური ჯაჭვები ჩაიჭრა ყველგან და ევროპა უკვე საშინელ დღეში არანაირი გზა, ერთადერთი გზა რჩებათ რუსეთის დახმარებით, რომ არ ჩავარდნენ უბედურებაში, დაეხმარებიან რუსები, არ დაეხმარებიან, უკვე საეჭვო არის, იმიტომ რომ ის რაც ფუნქცია დაკარგულია და ის რაც უკვე წარსულშია დარჩენილი, როგორიც არის ევროკავშირი, მის გადასარჩენად არავინ არ იმოძრავეს. პირიქით, დააკვირდით დამოკიდებულებას, თქვენ იცით ესპანეთმა უარი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ანუ ნატოში მისი პარტნიორისთვის, როცა ის აწარმოებს ომს ირანში, აუგზალა მისი ბაზების გამოყენება. პასუხი რა მოყვა ტრამპისგან, ძალიან ცუდად იქცევა ესპანეთი, როცა გვინდა მაშინ გამოვიყენებთ ამ ბაზებს და ესპანეთთან წვეტს საერთოდ ვაჭრობას. მე ამას მხოლოდ გააზრებისთვის გეუბნებით. რა დონეზეა ყველა დაპირისპირება მისული. არაბული ქვეყნები, შეძლებული უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ქვეყნები, მაგრამ თავისი არსით მარიონეტული ქვეყნები. რა დღეში ჩავარდნენ და თქვენ გონიათ ამით დასრულდა, გაერთიანდებიან, მე მესმის ძალიან დილეტანტური შეფასებები, აი ირანმა გადაიკიდა თავისი მეზობლები და ასე შემდეგ. ეს ზღაპრებია. ზღაპრებია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როდესაც შენ ეს საქართველოს გასაგებად ვამბობ ხელისუფლები, როდესაც შენ ღამე არ გძინავს, რომ აქ გინდა შემოიყვანო შენი მეზობლის მტერი, კარგია მეზობელი, ცუდია მეზობელი. რაც არის ეს არის, კეთილი ინებე, ისწავლე მათთან ურთიერთობა. და აიძულე, თუ გონიერი კაცი ხარ, შენ აიძულებ ცუდ მეზობელს ნორმალურად მოიქცეს, იყოს ცუდი მისთვის. შენთან ურთიერთობაში უნდა იყოს ნორმალური, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შეიძლება იყოს ამის შედეგი? შედეგი იქნება განადგურება საქართველოსი. ეჭვგეპარება თამაში, აბა მე რატო ვამბობდი, რაიმე ორიენტაციის სურვილი მაქვს, ჩემი ქვეყანა მაქვს, ქართული სახელმწიფო მაქვს, არანაირი სხვა ქვეყანა გარდა იმისა, რომ მასთან მქონდეს ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა, პრაგმატული, არ მაინტერესებს. გლახა ქვეყნები, გლახა კულტურები არ არსებობენ. არ არსებობს შენი სახელმწიფოსთვის ვიღაც უფრო კაი სახელმწიფო, ვიღაც ნაკლებად კაი სახელმწიფო. ყველა სახელმწიფო, მით უმეტეს ყველა დიდი სახელმწიფო საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. ნახეთ, ამ 33 წლიანმა გონება დამთხევლობამ სანამდე მიიყვანა აზრი ერთ-ერთი მე მგონი ამ საქმის სპეციალისტი ქვია თორცები, პოლიტოლოგი თუ რაღაცა. წერს რომ რა ბედნიერება რაღაცა ხდება, ეხლა რუსეთს ამას უზამენ, ირანს გაანადგურებენ, ჩინეთს შეიერთებენ, ან რუსებს მოელაპარაკებიან, მოკლედ აქეთ მიჯირყვნავენ იქედან თუ აქედან, სამაგიეროდ ამერიკა იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს ეშველება, საქართველო განვითარდება, დემოგრაფიული ჩიხიდან გამოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ახლა მე უბრალოდ კითხვას ვსვამ. არაფერი პრეტენზია არ მაქვს ამ კაცის მიმართ, მე გეუბნებით ამ მოსაზრებათა სისტემაში. შენ ღამე არ გძინავს შენი ჭყალებში საზღარი მეზობლების სიძულვილით და სადღაც 900 იქით ეძებ პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულია შენს მეზობელთან და შენს მეზობელია, შენი მეზობელია ირანიც, კარგი ცუდი წარსული ასე იყო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს რა არის? დღეს ის არის, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს ირანის სახელმწიფო, თუ შენ გინდა ირანის სახელმწიფო გაანადგურო, მიეხმარო ამაზე, შეიძლება შენ არ გინდა, მაგრამ აქ აიათოლებია, ვიღაც ძალიან ცუდი ხალხია, იქ რუსეთია ხო, მონღოლები ხო, როგორ კაცო, ახლა მე მივეხმარები აგერ ამერიკელებს და რუსეთსაც გამანადგურებდნენ. აი ეს არის ქართული პოლიტიკა ამდენი წელია. ეს არის განადგურების პოლიტიკა, ეს არის საქართველოს დაღუპვის პოლიტიკა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ ერთადერთი გონიერი ნაბიჯი, არანაირი გრძელვადიანი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული, არ შეიძლება ასე ცვალებად გარემოში გადაწყვეტილების მიღება. ერთადერთი სწორი პოლიტიკა, ეს არის მიუმხრობლობის პოლიტიკა, ჩაურევლობა ამ გლობალურ დაპირისპირებაში, რადგან შენი ჩარევა არაფერს არ ნიშნავს გარდა შენი უტვინობისა, გარდა შენი პოლიტიკური იდიოტიზმისა, რადგან შენ კარგად არ გესმის რა ხდება. ესე იგი, შენ ისტორიულად გაბრაზებული ხარ და ეხლა როგორც ეს საცოდავი ჩვენი იდეოლოგიით გამოთაყვანებული ხალხი ამბობს, ესე იგი მივეხმაროთ ამერიკელებს, რომ დავამხოთ ირანი, არა? ირანი თუ დაემხობა, უჩვენოდ დაემხობა და ეს არის. ამერიკელებს მივეხმაროთ რუსეთ, კი ბატონო, ამერიკელებმა ადნენ და დაამარცხონ რუსეთი. ჩვენ მეშვეობით უნდა დაამარცხონ, ჩვენ შევეწიროთ ამ დაპირისპირებას, დაამარცხეთ, კი ბატონო და მე ჩვენ ბევრი არაფერი გვექნება სალაპარაკო, იმიტომ რომ გამარჯვებული ამერიკა ბევრს არაფერსაც არ გკითხავს. სწორია, ამიტომ მე სწორედ ამ გარდამავალი პერიოდის ყველაზე საშინელი საშუალოვადიანი პერსპექტივისა მეშინია შენარჩუნებული იქნება თორე ქართული სახელმწიფო. დღევანდელი პოლიტიკა, აი 5 მარტი 2026 წლისა თელ თავის კანალიზაცია ტელევიზიაში, როგორც იმედია, ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. რაც მივაწერო ეს? ნუ თუ არაფერი არ გაწუხებთ, ნუ თუ არც იმის საფრთხეა, რომ დაუშვად განვითარდა კონფლიქტი და მან სამხრეთ კავკასიაც მოიცვა. მარაგები არსებობს, რაიმევე პრობლემა არსებობს იმისთვის, რომ აუცილებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდეს, რომ თავდაცვის ელემენტარული რაღაც საშუალებები გქონდეს. თუ ბრძოლას ვაპირებ, ბრძოლას ვერ დააპირებ, იმიტომ რომ იდეოლოგიას აყოლილი სახელმწიფო, რომელმაც გაანადგურა მეცნიერება და ტექნიკა, გაანადგურა ტექნიკური განათლება, გაანადგურა საბუნებისმეტყველო განათლება, მოატყვა ახალგაზრდების დიდი ნაწილი და უსაშინელეს უნივერსიტეტში რაღაც სისულელე პროფესიებს დაუფლა, არაფერი არ იციან ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, არ გეწყინოთ. თქვენ რაც იცით, იმას ცოდნა არ ქვია. მაშინ როცა დღევანდელობა აშკარად გეუბნება ერთ რამეს, იმ მაღალი გონება-გახსნილობისა და ბუნებრივი ინტელექტის მქონე ქართველი ახალგაზრდები დღეს მიმართული რომ იყვნენ მეცნიერებაში, ტექნიკაში, ისინი შექმნიდნენ ისეთ რამეებს, დიდ ქვეყნობას და მრავალრიცხოვან ჯარობას, დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ყველაფერს ინტელექტი წყვეტ, დღეს ყველაფერს ინტელექტუალური პროდუქტი, ანუ იგივე შეიარაღებაში, იგივე მეცნიერებაში თუ არ იქნება, ტექნიკაში არ იქნება, ანუ ტექნოლოგიები არ შეიქმნება, ტექნოლოგიები ესა მეცნიერების მიღწევების გადმოტანა ტექნიკაში და არა ის, რასაც საქართველოში ტექნოლოგიას
უწოდებენ. ამიტომ ჩვენი პერსპექტივა გამოკვეთილია, ხელისუფლება არც ერთზე ლაპარაკობს, დიახ, უნდა გადავეწყოთ. ჩვენ უნდა გადავეწყოთ ყველაზე დიდი სიმდიდრის გამოყენებაზე, რასაც ჩვენი ხალხის ნიჭი და უნარი ჰქვია. რა გვესმის? ეს ნაცმოძრაობა, კიდე გეუბნებით, ეს ნაცმოძრაობა ჭირდება მხოლოდ ოცნებას. ეს მკვდარი წარმონაქმნი, რომელსაც 13 წელია ინახავს, პირადად ბიძინა ივანიშვილი, ჭირდება ოცნებას. ქართულ ხალხს ჭირდება სხვა მომავალი. ქართულ ხალხს ჭირდება ამ პროცესების ბლოკირება და ამისთვის შეიქმნა ის, რასაც ქვია ქართელთა დიდი გაერთიანება. გთხოვთ ყურადღებით გაიაზრეთ. მე არც პროპაგანდისტი გახლა ვარ, არც ვინმეს ესე იგი გონების ამშლელი რომ არის ასექენი და ისექენი. ამ საქმეს, რასაც ჩვენ ვუკეთებთ, რომ იტყვიან წინ წაწევას, არის ქვეყნის აუცილებლობიდან გამომდინარე. ამიტომ გთხოვთ, იფიქრეთ იმაზე, აი ფაქტი. დღეს რომ საქართველოში მართლაც მომხდარიყო, რაც არ მოხდებოდა, მაგრამ დაუშვათ მომხდარიყო და 68 წლის ის სისულელე ბუქარესტის ნატოს სამიტზე რომ მიიღებდნენ საქართველოს, დაუშვათ აქ არის ამერიკული ჯარი. დაუშვათ. არაფერი მაგ საწინააღმდეგო ამერიკელებისა, კიდე გეუბნებით. ამერიკელების არა მარტო საწინააღმდეგო არა მაქვს, ამერიკელებს ძალიან კარგად ვიცნობ და ჩემი 800-იანი ოჯახის 5 წევრი ამერიკის მოქალაქეა. მთელი ეს პარლამენტის წინ ვითომ პროტესტანტები ერთად რო შეკრიბო, იმაზე მეტი დიდი ინტერესი მაქვს ამერიკაში, იმათზე უკეთესად ვიცი ამერიკა ბავშვობიდან და ასე შემდეგ. ამიტომ მე ახლა ამერიკის სიყვარულზე და რამეზე კი არ ვლაპარაკობ, მე გეუბნებით ქართული სახელმწიფოს მდგომარეობაზე. აქ რომ ამერიკული ჯარი იყოს, დარტყმა ხო იქნებოდა განხორციელებული. ცხადია, ამერიკელები გავიდოდნენ ისევე, როგორც გამოვიდნენ თითქმის ყველა ქვეყნიდან. მართალია, მსხვერპლი არის და ტაკერ კალსონმა ღია თქვა ამაზე. მაგრამ ისინი ხო გავიდოდნენ, დარტყმის ქვეშ არ დატოვდნენ. საქართველოს რა? საქართველოს ხო მაინც მოხდებოდა ბომბი, რაკეტა. ესე იგი, შეხედულებათა ის სისტემა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და რომელსაც მე ღიად ვუპირისპირდები იმ ნაგავს, რომელსაც შინ ევროპელები ქვია, იდიოტიზმამდე დასული იდეოლოგიით გამოთაყვანებული ხალხი, იმიტომ რომ ეს საშიშია ქვეყნისთვის. ეხლა ვიღაცებს უნდათ რომ ამან გაიმარჯვოს. ეს ფეხბურთი კი არ არის. ვიღაც არგენტინას გულშემატკივრობს და ვიღაც გერმანიას. ვინ მოიგებს? სტადიონზე ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის. შეიძლება გულშემატკივრებს ეწყინონ. მაგრამ დღევანდელ უსაშველოდ რთულ დაპირისპირებაში არ გესმოდეს ის, რომ შენი ქვეყანა შეიძლება შენი ხელისუფლების არასწორმა ნაბიჯმა მიიყვანოს კატასტროფამდე, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობა გქონია. ეს არის ჩემი ახსნა სიტუაციისა. დანარჩენი მე მინდა მე ვლაპარაკობ საღი ქართველებისთვის, უდიდესი მადლობა რომ უსმენთ, უდიდესი პასუხისგებლობა მაქვს. მარტო ბოლო 2 გადაცემა რომ ავიღო 130,000-მდე კაცმა ნახა. ერთადერთი ტელეფონი მაქვს და ვზივარ აგერ ჩემ სახლში და გესაუბრებით თქვენ. ვიფიქროთ რა მოხდება, ამას ვერავინ ვერ იტყვის დღეს. ვისი რა უპირატესობა, მე ვისურვებდი ერთ რამეს, რომ სამხედრო სპეციალისტი, სერიოზული ადამიანი, აი იმ საომარი მოქმედებების შესახებ აკეთებდეს ანალიზს. მე არასდროს არ მივცემ თავს, ისეთ რამეს შევეხო, რომელიც ჩემი შინაგანი საქმე არ არის, მე შემიძლია პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო. მე ვისურვებდი ირანოლოგებს,
რომლებიც ამ ჩვენ ახალგაზრდებს აუხსნიდნენ რა არის ირანი, რა არის თურქეთი, რა არის რუსეთი, რა არის ევროპა, რა არის ამერიკა პროფესიულ დონეზე და არა გამოთაყვანებული იდეოლოგიის დონეზე. ხო ხედავთ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩემი უხეში შეფასებები არ ეხება ახალგაზრდებს, მათ შორის იქ პარლამენტის წინ ჩემი უხეში შეფასებები ეხება საშუალო და უფროსი თაობის გამოთაყვანებულ ადამიანებს. ახალგაზრდები მოტყუებული არიან, ამიტომ მათ ჭირდებათ სერიოზული ინფორმაციის მიწოდება. ახალგაზრდა ამ ქვეყნის მომავალია, ბევრი მათგანი მიხვდება თავის შეცდომებს და სიტუაცია თუ სასიკეთოდ შეიცვლება, იგიც სასიკეთო გზას დაადგება, მაგრამ ჩვენ ჭირდება ყველაფრის პროფესიული ცოდნა. ჩვენ არ ჭირდება ფობიებზე აგებული ურთიერთობები არავესთან, იმიტომ რომ გამოდის რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო იმდენი არ ვიცით, რომ მეზობელ სახელმწიფოების მიმართ ზიზღს და შურისძიებას და რა ვიცი რას არ ვაკადრებთ საკუთარ თავს. წარსულში რა იყო? წარსული აღარ არსებობს. არსებობს დღევანდელობა და არსებობს მომავალი. მომავალი გვინდა ქართველებს, მაშინ გონიერება უნდა, ცოდნა უნდა, პროფესიონალიზმი უნდა და იმის გააზრება უნდა, თუ რა დიდი საფრთხეა ქართული სახელმწიფოს წინაშე. მაშინ, როდესაც მას აქვს აბსოლუტურად უსუსური ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც დინებას ისე მიყვება, რაც იქნება ის რომ იქნება. ეს კი სახელმწიფო მართლობა არ არის. ამიტომ ხვალ ჩვენ ვისაუბრებთ, ოღონდ უკვე გადაცემა იქნება ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისიდან, ალბათ რამდენიმე კაცი ვიქნებით. შაბათს 9 საათზე ჩემი გადაცემაა, ფაქტი მოვლენა კომენტარი. დავილოდოთ მოვლენებს, მე ძალიან ინტენსიურად უყურებ ყველაფერს და შეშფოთების ძალიან მაღალი ხარისხი მეუფლება, იმიტომ რომ არ არსებობს გარკვეულობა. რა კი დაიწყო ინტენსიური დამალვა რეალობისა, აქ უკვე საშიში მდგომარეობა. რაღაც ძალიან ჟონავს თითქოს პროპაგანდისტულ არხებს, რომ მოусმინო ირანელები შედარებით უფრო სწორ ინფორმაციას იძლევიან ვიდრე ებრაელები, იმიტომ რომ ებრაელებმა უკვე ყველაფერი გაანადგურეს, ყველას გაანადგურებენ ვინც იქნება, მაგრამ ებრაელებს ავიწყდებათ ორი მთავარი მიზანი, რაც ირანს ამოძრავებს. ღიად ითქვა ეს, მათ შორის ბრიტანეთში ითქვა ეს, სხვათა შორის. ამერიკის შეერთებული შტატების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან და ისრაელის ისე დასუსტება სამხედრო თვალსაზრისით, რომ ირანს საფრთხე არ შეუქმნას. ესა გამოვარ გამოს არ საუბრობ მე. ამერიკელების მთავარი მიზანია ირანში ხელისუფლების შეცვლა, მართვადი ხელისუფლების დანიშნა და იმ უმდიდრეს სიმდიდრეებზე გასვლა, რომელიც მას დაუკვეთა უკვე რამდენიმე ტრილიონის მფლობელმა კომპანიამ ბოდიში. ეს ცნობილი ნავთობკომპანიებია, BlackRock-ი არის, იქ არანორმალურ ფულს ფლობენ. ფაქტობრივად ტრამპმა უდიდესი დარტყმა მიაყენა შეერთებულ შტატებს წმინდა პრესტიჟის თვალსაზრისით. მან საკუთარი პარტიელებიც კი განარისხა, ვენსმა საშინელი განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახალგაზრდა ვენს, რომელიც მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებოდა, ყველანაირი გზა ჩაუჭრა, იმიტომ რომ ვენსი როგორც ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეა ამ საქმისა. იყო უშუალოდ, არ იყო რა მნიშვნელობა აქვს ვიცე-პრეზიდენტი ხარ, შენ პასუხს იგებ ამაზე. ეს ერთი.
ირანის დამარცხება არის რუსეთის და უკრაინის ჩინეთის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენება, მაგრამ დააკვირდით რა განცხადება გაეკეთა Mi-6-ის ხელმძღვანელმა ეგრეთ წოდებულმა ქართველმა, თუმცა ის ისეთივე ქართველია, როგორც მე ჩანკაიშელი მეომარი. მან თქვა, რომ ირანის არმიის დაშლის შემთხვევაში, ესევე როგორც ერაყში მოხდა, აქ წარმოიქმნება ისლამურ სახელმწიფოზე უფრო ძვინვარე ბანდები. ეს Mi-6-ის ხელმძღვანელის განმარტებაა, მაგრამ ესეც ოცნების დონეზეა, იმისთვის რომ შენ ირანის არმია დაშლილად გამოაცხადო, ჯერ 9 თვე უნდა იომო ერაყში, რომელიც ირანთან შედარებით